ნებისმიერი გამონათქვამი, თუნდაც მაგალითად თქვენ რომ გამოხვიდეთ და მოწოდება გააკეთოთ რაღაცა კონკრეტული ჯგუფის მიმართ, რომ ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს დაესხას თავს, ან გამოხვიდეთ და ძალიან უწმაწური სიტყვებით გალანძღოთ კონკრეტული ადამიანი. თქვენ როგორ ხედავთ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო უნდა ერეოდეს ამ პროცესში და ადამიანს, ვისაც თქვენ შეურაცხყოფას მიაყენებთ ამ შემთხვევაში, მას რა რჩება თავისი ღირსების დასაცავად. პირადად უნდა მოახდინოს თქვენთან ამ საკითხის გარკვევა და ამას თქვათ შესაბამისი შედეგები მოყვეს, თუ სახელმწიფო არის ვალდებული ჩაერიოს ასეთ პროცესში და მიიღოს შესაბამისი ქმედებები. მე არ მეთქვამს, რომ ვიღაცის მიმართ გინება სწორი ან კარგია ნებადართული უნდა იყოს ზოგადად. მარტივია, რომ ჩვენ სახლში ეს ნებადართული არ არის. ჩემს სახლში მე ვადგენ წესებს. მე შემიძლია გავაგდო ის ადამიანის სახლიდან. თუ არ გააგდებს, ეს უკვე ჩემი საკუთრების ხელყოფაა და ზუსტად რომ სხვა ბერკეტების გამოყენების უფლება მიშდება, მათ შორის კანონის თანახმად. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ამ სიტუაციაში საჯარო სივრცეში და პოლიტიკოსებს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, რომელიც პირად ცხოვრებას ეხება, პირად ურთიერთობას, სკოლიდან გვასწავლიან როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში და ყოველ ჯერზე თქვენს მოგეხსენებთ პოლიციას არ ურეკავდით, როცა ამ პრობლემას ვაგვარებდით და ყოველ ჯერზე ჩხუბით ეს არ თავდებოდა. მაგრამ აი კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, როცა იყო ალტინფოს შეკრება, ერთ-ერთი შეკრება, რომლის შემდეგ იყო მოწოდება რომელიღაც წევრის და რაღაც მე დარბევასავის დაიწყო. და იქ მათ შორის ოპოზიციონერი კოლეგები ამბობდნენ, რომ აი ეს უნდა დასაჯოთ ეს ხალხი, იმიტომ რომ მოწოდება იყაო და მე ძალადობას ჰქონდა ფაქტი. მე მგონია რომ ეს არ იყო მართალი. მაშინ ოპოზიციაც ცდებოდა, იმიტომ რომ თუ არ მტკიცდება უშუალოდ ძალადობის ასე წახალისების ფაქტები, ქმედება, მაგრამ დაორგანიზება, რომ შენ იქ წადი იმას ჩაატყი და შემდეგ, სიტყვის გამო ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს. ასეთი წესი არის, იმიტომ რომ თუ პროცესია მაგალითად მე თუ ტერორისტულ აქტს ვაორგანიზებ და იქ კიდე რაღაც თქვი, სხვა ამბავია. თუ მოძალადე ვარ, უნდა დავისაჯო. თუ ზიანი მივაყენე, უნდა ავანაზღაურო. მაგრამ თუ მე უბრალოდ რაღაც ვთქვი, რომ თქვენ ხალხო წადით და ის ხალხი ცემეთო და მეტი არაფერი არ გავაკეთე, არ მტკიცებულები ეს არ უნდა ისჯებოდეს. პოლიცია უნდა ერეოდეს, მაშინ რომ ძალადობას აქვს ადგილი. და თუ ძალადობის აღკვეთა ხდება, თუ მყისიერი საფრთხეა, რომ აი მაგალითად რაღაც ტერორისტი მიდის, ჯერ არა უფეთქებია, მაგრამ მიდის უკვე, აი ხოვდებით, მაშინ არავინ არასდროს არ დაობს, უნდა ჩაერიოთ თუ არა. მაგრამ როცა მარტო ჩემი სიტყვაა და სიტყვის მეტი არაფერი არის, არ შეიძლება ისჯებოდეს. როგორც მაგალითად პაატა მანჯგალაძე არ შეიძლება იჯდეს ციხეში, იმიტომ რომ ფოტო აქვს გადაღებული ადამიანთან, რომელიც ის 1000-ჯერ ორგანიზატორი იყოს რევოლუციის. არ შეიძლება ფოტოს გამო, არ შეიძლება რომ ეს ციხეში ვიდეს. დაუშვებელია. ამას ქვეს სიტყვის თავისუფლება. საწინააღმდეგო სიტყვით უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არის პოლიტიკოსების საქმე ზოგადად, სიტყვით დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ თუ ასე არ ხდება, მე იწყება ომი. მე იწყება, რა ვიცი, ქურდული დაპირისპირებელი გარჩევები. ანუ პოლიტიკოსის საქმეს თუ არ აკეთებს და აქ ჩვენ სიტუაციას ვარჩევთ, როცა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სიტყვითო ვერ მაგვარეთ პრობლემასო. პოლიციელი თქვენი დახმარება ჭირდება ქართულ ოცნებას, ხვდებით და ეს არ არის სწორი. თქვენ არ უნდა ეხმარებოდეთ ქართულ ოცნებას, როცა ისინი სიტყვით ვერ ამარცხებენ ოპონენტს.